კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მეცხრე არხის სპეციალურ გამოშვებას. სტუდიაში თამთა სანიკიძე მუშაობს. პარლამენტის ნაცვლად საკუთარი სასახლე ის, რაც მიხეილ სააკაშვილს პარლამენტში უნდა ეთქვა, ავლაბრის რეზიდენციაში წაიკითხა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა ქვეყნის პირველი პირი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრებს. პროცესების წახალისებაში კი პოლიტიკოსებსაც ადანაშაულებს. მიხეილ სააკაშვილი მზად არის უმრავლესობის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში საკონსტიტუციო უფლებით ისევ ისარგებლოს და პარლამენტში მოხსენებით ნებისმიერ დროს წარდგეს. თამთა ჯანაძე ესწრებოდა პრეზიდენტის გამოსვლას ავლაბრის რეზიდენციაში. თამთა მოახერხე თუ არა შეკითხვის დასმა ქვეყნის პირველი პირისთვის და რა განცხადებებით გამოვიდა დღეს მიხეილ სააკაშვილი. დიახ, თამთა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ქვეყნის პირველი პირის გამოსვლა. ამ წუთებში ჩვენთან იმყოფება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი სერგო რატიანი, რომელიც უფრო დეტალურად ისაუბრებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ბატონო სერგო, როგორ შეაფასებ დღეს პრეზიდენტის გამოსვლას? პრეზიდენტის ეს გამოსვლა უნდა ყოფილიყო პარლამენტში. ის იყო კონსტრუქციული, ის იყო თანამშრომლობისკენ მოწოდებული მოწოდება და მნიშვნელოვანია ისიც, რომ მან თქვა ის პრობლემები, რომელიც დღეს აწუხებს ქართულ საზოგადოებას და ის პრობლემები, რომელიც შეგვიძლია ჩვენ უმრავლესობა და უმცირესობას ერთად გადავწყვიტოთ. ძალიან დასანანია, რომ პარლამენტმა უბრალოდ უარი თქვა ამ თანაცხოვრებაზე, უარი თქვა იმ მოტივით, რომ მათ დააყენეს ულტიმატუმი. ულტიმატუმის ენაზე საუბარი ცივილიზებულ ქვეყანაში თანაც ისეთ ულტიმატუმზე, რომ უნდა გადაიბირონ რამოდენიმე ადამიანი, როდესაც მათ დააყენეს პირობად ის, რომ რამოდენიმე ადამიანს გადაბირების შემდეგ და როდესაც ისინი მოიპოვებენ საკონსტიტუციო უმრავლესობა, მხოლოდ მაშინ მოიწვევენ პრეზიდენტს, ეს მიდგომა არის სრულიად არანორმალური და ამ არანორმალურმა და არაადეკვატურმა მიდგომებმა გამოიწვია სწორედ ის მოვლენები, რაც დღეს არის. დღეს ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მოქმედებას, ხელისუფლების შეფასებას, როდესაც ისინი უბრალოდ აქეზებენ აგრესიულ ჯგუფებს და შემდეგ ამაზე პასუხისგებლობას არ იღებენ. ფაქტობრივად ისინი ფარავენ აგრესიას და ძალადობას. დიდი მადლობა. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ეს იყო საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი სერგო რატიანი. ახლა კი უფრო დეტალურად პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით მე შემიძლია გითხრა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთავრობის დათხოვნას არ აპირებს. გარდა ამისა, მან ისაუბრა იმ განსხვავებებთან დაკავშირებით, რაც მას ხელისუფლებისგან გააჩნია. ეს გამოკვეთილი იყო ორი საკითხი, ეს იყო პარლამენტის გადმოტანა ისევ თბილისში და მეორე ეს გახლდათ არჩევნების ჩატარების წესის შეცვლა. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ მიხეილ სააკაშვილის კომენტარი ამ ორ საკითხთან დაკავშირებით. პირველი რაც მათ უნდათ საქართველოს პარლამენტის გადმოტანა ქუთაისიდან თბილისში. მე ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები და უმცირესობის ყველა პასუხისმგებელი წევრი ამას არ ეთანხმება. ეს არის თავარი ჩვენი პირველი განსხვავება საქართველოს მთავრობასთან. მათი мотиваცია პარლამენტის გადმოტანის თბილისში მათ კარგად გახმოვანეს, რომ მათ უნდა მთავრობას უნდა კარგად აკონტროლოს პარლამენტი. როდესაც მე და ჩემი მეგობრები წინა საპარლამენტო უმრავლესობა გამოვიდა ინიციატივით, რომ პარლამენტი იყოს ქუთაისში, თავარი мотиваცია ამის იყო სწორედ ეს, რომ მთავრობა უნდა იყოს ცალკე, პარლამენტი უნდა იყოს ძლიერი და არ იყოს მთავრობის წრეხის ქვეშ, პარლამენტმა უნდა იყოს ბევრი ბერკეტი ხელში. მეორე, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით, რასაც უმცირესობა არ ეთანხმება და მე არ ვეთანხმები როგორც პრეზიდენტი, ეს არის ახალი ინიციატივა, რომ პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში გაუქმდეს. ამისთვის უნდათ მათ უმრავლესობა. და ეს მათ დროზე ადრე ამას წინათ გაახმაურეს. ამისთვის მიდის დღეს ბრძოლა, რომ შემდეგი არჩევნები საქართველოში, უახლოესი არჩევნები აღარ გაიმართოს. პრეზიდენტი თავისი გამოსვლის მანძილზე რამდენჯერმე შეეხო კოაბიტაციის თემას და ის უფრო დეტალურად განიხილა. მან განაცხადა, რომ საქართველოს ისტორიული შესაძლებლობების ზღვარზე დგას და ეს ისტორიული შესაძლებლობები აუცილებლად უნდა განიხილოს. ის ასევე შეეხო აქციის მონაწილეების ქმედებებს და განაცხადა, რომ ყველა ადამიანის მუშტის მოქნევის თავისუფლება იზღუდება იქ, სადაც იწყება ჩიორა თაქთაქიშვილის ცხვირი. ეს შედაგერება პრეზიდენტმა მოიყვანა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გარდა ამისა, პრეზიდენტმა განაცხადა იმ 4 საკითხის შესახებ, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა აუცილებლად უნდა შეთანხმდეს. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ ეს 4 საკითხი.
მინდა ყველა შევთავაზო, მათ შორის პარლამენტის წევრებს პირველ რიგში, იმის მიღწევის გზები, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს წარმატებულად. ვინმეს კი უნდა მოვაჩვენოთ, რომ განსხვავებები არ გვაქვს. რა თქმა უნდა, გვაქვს. და ეს განსხვავებები საკმაოდ მნიშვნელოვანია. მე ვხედავ 4 მთავარ იდეას, რომელსაც შეუძლია და უნდა გაგვაერთიანოს. ეს არის საფუძველი, რასაც ჩვენ როგორც პოლიტიკური ლიდერები ვაკეთებთ. ასევე თანამშრომლობის საფუძველი ჩვენ შორის არსებულ განსხვავების აღიარების პირობებში. პირველი, საქართველოს უნდა იყოს სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო, ამაზე არ ვკამათობ. რომელსაც ექნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის ვექტორი და ვალდებულება. მეორე, საქართველოს უნდა იყოს კონსტიტუციური დემოკრატია, სადაც ხალხის ნებას დამემორჩილებით და კანონისა და დამოუკიდებელ ინსტიტუტების პარტიაზე და ლიდერებზე მაგა დავაკერეთ. მესამე, საქართველოს უნდა იყოს ცივილიზებული ქვეყანა, სადაც მოქალაქეებს არ ექნებათ კრიმინალებისა და კორუმპირებული თანამდებობის პირების შიში, რომლებიც მათ საკუთრებას წაართმევენ და გადასახადების გადახდით მიღებულ შემოსავლის დაკარგვის საფრთხეს შეუქმნიან. მეოთხე, საქართველოს უნდა იყოს ქვეყანა, სადაც ხალხი თავისუფლად იცხოვრებს. ქვეყანა, სადაც ძიმე შრომა, ინოვაცია და მეწარმეობა გახდება და სადაც ყველაზე წარმატების მიღწევის საშუალება. პრეზიდენტი დღეს გირგვლიანის თემასაც შეეხო, მასე ორჯერ ისაუბრა, ორჯერ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს იყო შავი ლაქა და ყველაზე დიდი შეცდომა მისი მოღვაწეობის მანძილზე, თუმცა აღნიშნა ასევე ისიც, რომ შეცდომა არ მოსდის მას, ვინც არაფერს აკეთებს. პრეზიდენტმა ასევე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას და მას მიზანმიმართული და აქციის მონაწილეთა ქმედებას მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდა. დილას უნდა წავსულიყავ ქუთაისში. მითხრეს, რომ იქ არის ემზადდება რაღაც პროვოკაცია, თქვი რომ არ გვინდა ეხარეულობა. კიდევ ერთხელ მოვიყვე, ჩემში ძველი რევოლუციონერი ხანდახან მიელტვის ამისკენ, მაგრამ როგორც პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოს წარმომადგენელი, მე ამას კატეგორიულად არ მივიღებ. გამოვედი უკვე ამ საკითხიდან. და ამიტომ ქუთაისში აღარ წავედი, გამოვიხრეთ უკან დაცვა ყველა. უთხარი წინასწარ რომ ეს რაღაცა იქნება და ეს არ გააკეთე. მითხრეს, რომ როგორც კი რომ ჩემი მივიდა თქვენს რომ აქ ცუდი სიტუაციაა, მაშინ თქვი რომ უკანაკარები თუ არ ამეკ შესასვლელი, რომ ვიცოდი რომ ილაპარაკებდა შეეშინდა უკანაკარებიდან შემოიპარა, გამოიპარა, ამის შობა რაც უნდა ილაპარაკო. უკანაკარებიდან მითხრეს რომ უკანაკარებიდან დგას ყველა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ ის აუცილებლად გააგრძელებს შეხვედრებს ხალხთან, ქალაქებსა და სოფლებში და ასევე განაცხადა ისიც, რომ ის სახელმწიფო გუნდმა თავის დროზე საკმაოდ ბევრი ილაპარაკა და ახლა ხალხის ლაპარაკის დროა. სააკაშვილიც საკუთარი გუნდის შეცდომებს მიეწერს იმ ფაქტს, რომ ხუთოსნებმა საშემოდგომო გამოთვლა ვერ ჩააბარეს და შესაბამისად არჩევნები მოიგო მათმა ოპონენტმა. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა მეცხრეახის შეკითხვას და აღნიშნა, რომ ის ნებისმიერ წუთს მგზად არის ჩავიდეს ქუთაისში და გამოიყენოს საპარლამენტო ტრიბუნა და ასევე გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება პარლამენტის წინაშე შეწარდგომის. პრეზიდენტის გამოსვლა ავლაბრის რეზიდენციაში თამთა ჯანაძე საუბრობდა იმ განცხადებებით, რომლებიც ქვეყნის პირველმა პირმა ცოტა ხნის წინ გააკეთა საკუთარ ადმინისტრაციაში.